ბიზნეს შეხვედრის შემდეგ მილიონერი ტაქსში ჩაჯდა. როდესაც მძღოლის ბეჭედს შეხედა, შფოთვით ოფლმა დაასხა. ეს იმავე ბეჭედს ჰგავდა, რომელსაც მისი დედა ატარებდა და რასაც მოჰყვა შეგძრავთ. გიორგი მერაბიშვილი თბილისის ცენტრში მდებარე საკუთარი ოფისის ფანჯრიდან ქალაქს გადახედა. მის წინ გადაშლილი იყო განათებული ხედი, მტკვარი, ძველი ქალაქი და მთაწმინდა. ეს ყველაფერი მისი იყო, მაგრამ მაინც ვერაფერს გრძნობდა. სამშენებლო იმპერიის მემკვიდრე, გიორგი 29 წლის ასაკში უკვე მილიონების მფლობელი იყო, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აწუხებდა აზრი, რომ ცხოვრება სადღაც გაურბოდა. გვიანი იყო. გიორგი კაბინეტში მარტო დარჩა. თავის ასისტენტს, ლაშას, დიდი ხნის წინ დაემშვიდობა. კომპანიაში მორიგი წარმატებული პროექტის დასრულების შემდეგ, რომელმაც მას კიდევ უფრო მეტი მილიონი მოუტანა, რატომღაც სიცარიელე გრძნობდა. ვერც ძვირადღირებული მანქანები, ვერც დელუქს აპარტამენტები, ვერც საუკეთესო რესტორნები აღარ ანიჭებდნენ იმ სიამოვნებას, რაც ადრე. გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა და გადაწყვიტა გაესეირნა. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მარტო სიარული ქალაქში, სადაც ყველა იცნობდა. ლამაზად ჩაცმული კაცისთვის იმ ექსკლუზიური საათით, რომელიც საშუალო თბილისელის წლიურ შემოსავალზე მეტი ღირდა, ნამდვილად არ იყო ადვილი უჩუმრად დასეირნება. უცნაური აზრი გაუელვა. მან საგულდაგულოდ შეარჩია ჯინსი, მარტივი მაისური და სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც იშვიათად იცვამდა. სარკეში ჩაიხედა და თავის თავს გაუღიმა, ასე მას ვერავინ იცნობდა. გვიანი იყო, მაგრამ თბილის აღამო იდგა და ქალაქში სიარული ძალიან უნდოდა. 1 საათის შემდეგ გიორგი უკვე ქალაქის გარეუბანში იყო. ეს იყო დიდუბის რაიონი, რომელსაც იშვიათად სტუმრობდა. აქ ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ხალხი, მასწავლებლები, ექიმები, ოფისის მუშაკები. მცირე სახლები, პატარა ეზოები, უბრალო მანქანები. გიორგის ყველაფერი ეს უცნაურად მიმზიდველი ეჩვენა. მას ახსოვდა, როგორ ცხოვრობდა მისი ოჯახი, სანამ მამამისის ბიზნესი განვითარდებოდა. ერთ-ერთი სახლის წინ, პატარა ბაღში, გიორგიმ შეამჩნია ახალგაზრდა ქალი, რომელიც წიგნს კითხულობდა. გარეთ უკვე ბინდდებოდა, მაგრამ ქალი მაინც იჯდა ბაღის სკამზე ლამპის ქვეშ. გიორგი შეჩერდა, თვალი ვერ მოაშორა. ქალს ჰქონდა მოკლედ შეჭრილი შავი თმა და ნაზი, მაგრამ საოცრად გამომეტყველებიანი სახე. იგი წიგნში იყო ჩაძირული და ვერ ამჩნევდა, რომ ვიღაც უცხო მას აკვირდებოდა. უცებ ქალმა თავი ასწია და მათი მზერა შეხვდა. გიორგი მუხერხულად გაიღიმა და თავი დაუკრა. გამარჯობა, მიესალმა ქალი, ოდნავ დაბნეული გამომეტყველებით. გეცნობით? დაკარგული ხომ არ ხართ? არა, უბრალოდ ვსეირნობ, უპასუხა გიორგიმ. ბოდიში არ მინდოდა შემეწუხებინა. არა უშავს, გაუღიმა ქალმა. უბრალოდ ამ რაიონში იშვიათად გვხვდება უცხო ხალხი, განსაკუთრებით ასე გვიან. მართალია, მე. უბრალოდ ფიქრებში ვიყავი ჩაძირული და ვერ შევამჩნიე, სად მოვედი. გესმით, ხანდახან მეც ასე მემართება, თქვა ქალმა და წიგნი დახურა. თამარი მქვია. ნე. მიხეილი, უცებ მოიფიქრა გიორგიმ. რატომღაც ნამდვილი სახელის თქმა არ უნდოდა. ძალიან სასიამოვნოა. საინტერესო წიგნია. დიახ, ჩემი მოსწავლეებისთვის ვემზადები. მასწავლებელი ვარ. რას ასწავლით? იკითხა გიორგიმ. ქართულს და ლიტერატურას მე-9 კლასში, უპასუხა თამარმა. იქნებ დაჯდეთ. გაჩერებაზე დგომას სჯობს, გიორგი გაოცდა, მაგრამ მადლობა გადაუხადა და მის გვერდით დაჯდა. რაღაც უცნაური ხდებოდა, მას, კაცს, რომელიც ჩვეული იყო ბიზნეს შეხვედრებზე ასობით ადამიანთან საუბარს, ახლა გული უფანցქალებდა ერთი უბრალო მასწავლებლის გვერდით. ხშირად დადიხართ ასე საღამოობით? იკითხა თამარმა. არა, აღიარა გიორგიმ. ეს პირველად გადავწყვიტე, რომ ცოტა სხვა რეალობა მენახა და ასრულა მან, დაღლილი ვიყავი ყოველდღიურობისგან, თამარმა თავი დაუქნია, თითქოს ესმოდა, თუმცა რა შეიძლებოდა სცოდნოდა მის ცხოვრებაზე? ხანდახან მეც ასე ვგრძნობ, თქვა მან. ყოველდღიურობა შეიძლება დამღლელი იყოს. მაგრამ მერე ვხედავ ჩემს მოსწავლეებს, მათ სახეებს, როდესაც რაღაც ახალს აღმოაჩენენ. და ყველაფერი ღირს, გიორგიმ გაიფიქრა, რა დიდი ხანია, რაც ასეთი რამ არ უგრძნია. პასუხისთვის ვერ მოეფიქრებინა არაფერი, მაგრამ უცებ მოესმახმა, თამარ. ვახშამი მზადაა. ვინ არის შენთან? ეს ქალის ხმა იყო სახლის აივნიდან. დედა ჩემია, გაიღიმა თამარმა. ალბათ უნდა შევიდე. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მიხეილ.
ჩემთვისაც უპასუხა გიორგიმ და წამოდგა. შეიძლება კიდევ შევხვდეთ, თამარი ერთი წამით შეყონდა, მერე ოდნავ გაიღიმა. შესაძლოა. მე აქ ვცხოვრობ და ხშირად ვზივარ ამ ბაღში, როცა კარგი ამინდია, თამარმა წიგნი აიღო და სახლისკენ წავიდა. გიორგი იდგა და უყურებდა, როგორ შედიოდა ის პატარა, მაგრამ კოხტა სახლში. მერე მოტრიალდა და გზას გაუყვა, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ მას აღარ უნდოდა თავის ცარიელ აპარტამენტში დაბრუნება. ამ საღამოს შემდეგ გიორგის ახალი აზრი გაუჩნდა. მან თავის ასისტენტს ლაშას დაავალა გაერკვია, როგორ შეიძლებოდა დროებით სამსახურის შოვნა ამ რაიონში. რაღაც ისეთი, რაც მას საშუალებას მისცემდა ხშირად ენახა ეს ქალი, თამარი, მაგრამ ისე, რომ არავის გაეგო მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ. ლაშა, როგორ ფიქრობ, შეიძლება დროებით პოსტალიონად მუშაობა? იკითხა გიორგიმ, როცა ისინი მანქანაში ისხდნენ. ლაშა ისე გაოცდა, რომ მანქანა კინაღამ გზის პირას გაიყვანა. პოსტალიონად. თქვენ? ბატონო გიორგი, გეხუმრებით. არა, სერიოზულად ვამბობ, უპასუხა გიორგიმ. მინდა ცოტა ხნით ვიცხოვრო ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით. ყოველგვარი პრივილეგიების, სტატუსის და ფულის გარეშე, ლაშამ ხმამაღლა ჩაიცინა, მაგრამ როცა დაინახა, რომ გიორგი სერიოზულად საუბრობდა, სიცილი შეწყვიტა. ბატონო გიორგი, თქვენ ხომ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ხართ თბილისში. რატომ გინდათ ასეთი რამის გაკეთება? გიორგი მხრები აიჩეჩა. იქნებ იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც მაქვს, თავად არ დამიმსახურებია. მინდა ვიცოდე, როგორია ცხოვრება მეორე მხრიდან, ლაშამ ჩაახველა. კარგი, ვნახოთ, რა შეიძლება მოვიფიქროთ. ერთი კვირის შემდეგ გიორგი ახლა უკვე მიხეილის სახელით მუშაობდა როგორც პოსტალიონი დიდუბის რაიონში. მას ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი და უნიფორმა. ახლა მას შეეძლო ყოველ დღე ენახა თამარის სახლი და იქნებ თვითონ თამარიც. პირველი დღეები მძიმე იყო. გიორგი არასოდეს არ ყოფილა ჩვეული ფიზიკურ შრომას და მთელი დღის განმავლობაში პოსტის ჩანთით სიარული დამღლელი აღმოჩნდა. მაგრამ უცნაურად მას ეს მოსწონდა. მოსწონდა გარეთ ყოფნა, ადამიანებთან საუბარი, რომლებიც მას მხოლოდ მიხეილად იცნობდნენ, ჩვეულებრივ პოსტალიონად. მესამე დღეს მან დაინახა თამარი, რომელიც სკოლიდან ბრუნდებოდა. ქალმა ვერ იცნო ის თავიდან პოსტალიონის უნიფორმაში. გამარჯობა, მიესალმა გიორგი და წერილების დასტა მიაწოდა. თქვენი პოსტა, თამარმა თავი ასწია და მათი მზერა ისევ შეხვდა. ქალის თვალებში ცნობის მოყვარეობა აენთო. მიხეილი, მართლა თქვენ ხართ? იკითხა მან გაოცებულმა. რა ხდება? უცებ პოსტალიონი გახდით? გიორგიმ გაიღიმა. დიახ, მე ვარ. რამდენიმე თვით სამსახური ვიშოვე აქ. მინდოდა. ცვლილება. ეს არის ის ცვლილება, რომელსაც ეძებდით? იკითხა თამარმა ღიმილით. დიახ, ჯერჯერობით მომწონს, უპასუხა გიორგიმ. უფრო მეტ ადამიანს ხვდები, ვიდრე ჩემს წინა სამსახურში. რა იყო თქვენი წინა სამსახური? დაინტერესდა თამარი. გიორგიმ წამიერად იყო ხმანა. ოფისში მუშაობდი. ძალიან მოსაწყენი იყო. მესმის, დაუქნია თავი თამარმა. მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უბანში, მიხეილ პოსტალიონო, გიორგის გაეღიმა. გმადლობთ, თამარმა სწავლებელო, ისინი კიდევ რამდენიმე წუთი საუბრობდნენ, სანამ თამარს არ დაუძახეს. ეს მისი დედა იყო, კვლავ აივნიდან. გიორგიმ ამოიოხრა და გზა განაგრძო, მაგრამ გული უფანცქალებდა, როგორც დიდი ხნის წინ არ უგრძნია. ის მიხვდა, რომ მისმა გიგმა მიმუშავა. ახლა მას შეეძლო ხშირად ენახა თამარი და რაც მთავარია, შეესწავლა მისი ცხოვრება, გაეგო მისი ოცნებები, სურვილები, პრობლემები. მაგრამ მთავარი პრობლემა ჯერ წინ იყო, როგორ შეენარჩუნებინა ეს ტყუილი. და რა მოხდებოდა, თუ თამარი სიმართლეს გაიგებდა, მეორე დღიდან გიორგის ცხოვრება ორად გაიყო. დილით ის ადრე დგებოდა, ჩაიცვამდა პოსტალიონის უნიფორმას და მიდიოდა დიდუბის რაიონში. ლაშა ყოველთვის ელოდა მას უბნის შესასვლელთან, რათა მიეწოდებინა საჭირო დოკუმენტები და წერილები, რომლებიც მას უნდა დაერიგებინა. დღის პირველ ნახევარს გიორგი ატარებდა პოსტის დარიგებაში, ცდილობდა ყოფილიყო ზუსტად იმ დროს თამარის სახლთან, როცა ქალი სკოლაში მიდიოდა ან იქიდან ბრუნდებოდა. ნაშუადღევს კი, როცა პოსტის დარიგება დასრულდებოდა, იგი თავის ნამდვილ ცხოვრებას უბრუნდებოდა, ბიზნეს შეხვედრებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მილიონიან კონტრაქტებს. მეორე კვირაში გიორგიმ გაბედა და თამარს ყავაზე დაპატიჟება შესთავაზა. უბრალო კაფეში, ისეთში, სადაც მიხეილ პოსტალიონი დადიოდა და არა გიორგი მერაბიშვილი, მილიონერი.
გადაღლილი ჩანხართ დღეს უთხრა თამარმა, როცა ისინი ერთად ისხდნენ პატარა კაფეში. ბევრი წერილი გქონდათ და სარიგებელი. კი, დღეს განსაკუთრებით ბევრი იყო, გაიგიმა გიორგიმ. თქვენი დღე როგორ ჩაიარა? ჩვეულებრივად, ამოიოხრა თამარმა. ჩემი მოსწავლეები კარგები არიან, მაგრამ სკოლის დირექცია. მუდმივად პრობლემებია. ხელფასი მცირეა, სასწავლო რესურსები არასაკმარისი. ძნელია ალბათ, თანაგრძნობით თქვა გიორგიმ, მასწავლებლობა ჩემი არჩევანია, გაუღიმა თამარმა. მე მიყვარს ბავშვებთან მუშაობა, მიყვარს, როცა მათ თვალებში ინტერესს ვხედავ. უბრალოდ ზოგჯერ ვფიქრობ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მეტი რესურსები რომ გქონდეს. გიორგის მოუნდა ეთქვა, რომ მას შეეძლო ეყიდა მთელი სკოლა, აიშენებინა ახალი შენობა და ექირავებინა საუკეთესო მასწავლებლები. მაგრამ მიხეილს ეს არ შეეძლო. მესმის, თქვა მან მარტივად. დიდი ოცნებები გაქვთ, არა? ოცნებები. დიახ, გაიგიმა თამარმა. ერთხელ ჩავწერე პროექტი საგანმანათლებლო გრანტზე, მინდოდა შემექმნა სახელმძღვანელო, რომელიც ქართული ლიტერატურის სწავლებას თანამედროვე მეთოდებით შესთავაზებდა მოსწავლეებს. არ გამომივიდა. კონკურსი მძაფრი იყო და მე არ გამაჩნია ის კავშირები, რაც საჭიროა წარმატებისთვის, გიორგიმ თავი დაუქნია. მან იცოდა, როგორ მუშაობდა ეს სისტემა. ხშირად მისი კომპანიაც კი, როცა მონაწილეობდა სახელმწიფო ტენდერებში, იძულებული იყო გამოეყენებინა კავშირები. ეს იყო რეალობა, რომელიც აწუხებდა მას, მაგრამ რომელსაც ვერ ცვლიდა. და თქვენი ოჯახი? იკითხა გიორგიმ. გარდა დედისა, რომელიც ხშირად გეძახით აივნიდან, თამარს გაეცინა. დიახ, დედა ჩემი ელენე ცოტა მზრუნველობით გამორჩეულია. მამა ჩემი ზურაბი მშვიდი კაცია, ყოფილი ინჟინერი. ახლა პენსიაზეა. ძმა მყავს, ლევანი, ჩემზე უმცროსი. მას აქვს მოუთმენელი ხასიათი. მუდმივად ეძებს გზებს, როგორ გამდიდრდეს სწრაფად. ჯერ სტუდენტია, მაგრამ ლექციებს ხშირად აცდენს. საინტერესო ოჯახი გყავთ, თქვა გიორგი მღიმილით. ჩვეულებრივი, მხრები აიჩეჩა თამარმა. თქვენი ოჯახი? სად ცხოვრობთ? გიორგი წამიერად დაიბნა. მან არ ჰქონდა მოფიქრებული მიხეილის სრული ისტორია. მე მარტო ვცხოვრობ. პატარა ბინაში საბურთალოზე სწრაფად მოიფიქრა მან. მშობლები რეგიონში მყავს. იშვიათად ვნახულობ მათ. თქვა თამარმა. ბევრი ისეთი ახალგაზრდაა, რომლებმაც დატოვეს რეგიონები და თბილისში გადმოვიდნენ. ჩვენც ასე მოვედით, 10 წლის წინ, საუბარი თანდათან უფრო კომფორტული ხდებოდა. ისინი საათზე მეთხანს ისხდნენ კაფეში და როცა დრო მოვიდა წასასვლელად, გიორგი მიგრძნო, რომ არ უნდოდა ეს მომენტი დასრულებულიყო. შეიძლება ხვალ ისევ შევხვდეთ? იკითხა მან. თამარმა თავი დაუქნია, ოდნავ გაწითლებულმა. კი, რატომაც არა. მომდევნო დღეებში ეს შეხვედრები რეგულარული გახდა. გიორგი მალე მიხვდა, რომ ცდილობდა დაასწროს თავისი პოსტალიონის საქმე, რათა მეტი დრო გაეტარებინა თამართან. ისინი უბრალო საუბრებს მართავდნენ, მაგრამ გიორგი გრძნობდა, რომ თანდათან უფრო და უფრო იზიდავდა ეს ქალი, მისი გულწრფელობა, უბრალოება და ამავდროულად შინაგანი სიღრმე. ერთ დღეს თამარმა მას თავისი ბუნებრივი სამუშაო გარემო აჩვენა, სკოლას, სადაც ასწავლიდა. ეს იყო ძველი შენობა, რომელიც საჭიროებდა რემონტს, მაგრამ თამარის საკლასო ოთახი განსხვავებული იყო. ის სავსე იყო წიგნებით, პოსტერებით, მოსწავლეთა ნამუშევრებით. იგრძნობოდა, რომ მასწავლებელს მთელი გული ჩადებული ჰქონდა თავის საქმეში. ხედავთ იმ გოგონას? ჩურჩულით უთხრა თამარმა გიორგის, როცა გასვენების დროს მოსწავლეები ეზოში გარბოდნენ. ანა ჰქვია. ძალიან ნიჭიერია. წერს ლექსებს, რომლებიც ჩემზე უკეთესია, მაგრამ ოჯახი არ აქვს საშუალება, რომ სპეციალურ ლიტერატურულ კურსებზე ატაროს. არა და რა პოტენციალია. გიორგი უსმენდა და ფიქრობდა, რამდენი პოტენციალი იკარგება, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ვერ ახერხებს საკუთარი ნიჭის განვითარებას, მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვთ საკმარისი რესურსები. მიხეილ, რაზე ფიქრობთ? იკითხა თამარმა. იმაზე, რა გასაოცარი ადამიანი ხართ, უპასუხა გიორგიმ გულწრფელად. თქვენ ისე ზრუნავთ თქვენს მოსწავლეებზე, ისე ებრძვით ამ სისტემას. არა და ბევრს შეეძლო დაენებებინა თავი, თამარმა გაიგიმა. მადლობა, მაგრამ მე არ ვარ გმირი. უბრალოდ მიყვარს ჩემი საქმე. ზოგჯერ ძნელია, მაგრამ როცა ვხედავ, როგორ აღმოაჩენს რომელიმე ბავშვი თავის შესაძლებლობებს, ეს ყველაფრის ღირსია. მათი საუბარი შეწყვიტა მაღალმა კაცმა, რომელიც კორიდორში გამოჩნდა.
იგი ელეგანტურად იყო ჩაცმული, ძვირადღირებული კოსტიუმით. თამარ, მიმართა მან ქალს ღიმილით. აი სად ხარ? ვეძებდი. დავით, გაუღიმა თამარმა. გაგაცნობთ, ეს არის მიხეილი, ჩვენი უბნის ახალი პოსტალიონი. მიხეილ, ეს დავითია, ჩვენი ძველი მეგობარი და ცნობილი ადვოკატი. დავითმა გიორგის ხელი გაუწოდა, მაგრამ მის მზერაში იგრძნობოდა მსუბუქი ქედმაღლობა. პოსტალიონი. საინტერესოა. თამარი და მე ერთად გავიზარდეთ. ის ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი იყო ჩვენს უბანში. წარმომიდგენია გაუღიმა გიორგიმ, თუმცა იგრძნო რომ დავითს არ მოეწონა მისი იქ ყოფნა. თამარ, დედა შენმა მთხოვა გადმომეცა, რომ დღეს საღამოს ჩვენთან ხართ დაპატიჟებული, განაგრძო დავითმა. იქნება რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც შენი გაცნობა სურთ. ესენი ჩემი კოლეგები არიან, მათ შორის ზოგიერთი სკოლების საბჭოში მუშაობს. შეიძლება სასარგებლო კონტაქტები იყოს შენთვის. თამარმა მადლობა გადაუხადა და დავითი წავიდა, მაგრამ არა მანამდე, სანამ გიორგის კიდევ ერთი შემფასებელი მზერა არ მიაპყრო. მაპატიეთ მის ტონზე, თქვა თამარმა, როცა ისინი მარტო დარჩნენ. დავითს ხანდახან ავიწყდება, რომ არ ყველა ზომავს ადამიანის ღირსებას მისი სოციალური სტატუსით. არა უშავს, გაიგიმა გიორგიმ, თუმცა იგრძნო უცნაური დისკომფორტი. ეს დავითი აშკარად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მეზობელი. გიორგის ეჭვი შეეპარა, რომ მას თამარის მიმართ რომანტიკული გრძნობები ჰქონდა. და თუ ეს ასე იყო, დავითს ჰქონდა ყველაფერი, რაც მიხეილს არ ჰქონდა: კარგი სამსახური, სტატუსი, შესაძლებლობა დაეხმაროს თამარს მის კარიერულ ზრდაში. გაცნობილი ხართ დიდი ხანია? იკითხა გიორგიმ, შემთხვევითი ტონით. დავითი? კი, ბავშვობიდან, დაუდასტურა თამარმა. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. ის ყოველთვის ამბიციური იყო, ყოველთვის იცოდა რისი მიღწევა სურდა. ახლა ერთ-ერთი წამყვანი ადვოკატია საგანმანათლებლო სფეროში. ის თქვენი შეყვარებული იყო ოდესმე? იკითხა გიორგიმ, ვერ შეიკავა თავი. თამარმა გაკვირვებით შეხედა. არა, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. თუმცა დედაჩემს ძალიან მოსწონს ის. ვფიქრობ, იმედი აქვს, რომ ერთ დღეს. მაგრამ მე და დავითი მხოლოდ მეგობრები ვართ. გიორგიმ თავი დაუქნია, მაგრამ იგრძნო, რომ ქალის ხმაში იყო რაღაც, რაც ეჭვს აღძრავდა. შესაძლოა, დავითი მართლაც მხოლოდ მეგობარი იყო თამარისთვის, მაგრამ კაცს აშკარად უნდოდა მეტი. მიხეილ, ხვალსასკოლო ღონისძიება გვაქვს, უთხრა თამარმა უცებ. ლიტერატურული საღამო. თუ გსურთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ. იქნება პოეზია, ლექსების კითხვა, ბავშვების მიერ შექმნილი მინი სპექტაკლები. სიამოვნებით, დაეთანხმა გიორგი. მათი შეხვედრა ისევ შეწყვიტა ზარის ხმამ. თამარს უკვე გაკვეთილზე უნდა შესულიყო. გიორგიმ დაემშვიდობა და სკოლიდან გამოვიდა, მაგრამ თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: როგორ შეიძლებოდა, რომ მას, გიორგი მერაბიშვილს, მილიონერს, წარმატებულ ბიზნესმენს, ეჭვიანობა გაეჩინა უბრალო ადვოკატზე? ეს აბსურდული იყო, მაგრამ ფაქტი რჩებოდა ფაქტად, მას არ მოსწონდა დავითი და ის, თუ როგორ უყურებდა ის თამარს. გიორგი ამ ფიქრებით იყო გართული, როცა მის წინ უცებ ლაშა გაჩნდა, მის მანქანაში მჯდომი. ბატონო გიორგი, ჩურჩულით დაუძახა მან. უნდა წამოხვიდეთ. დღეს 3 საათზე შეხვედრა გაქვთ ჩინურ დელეგაციასთან. ეს მნიშვნელოვანია, გიორგიმ ამოიოხრა. აი ისევ დაბრუნდა რეალობა. მისი ორმაგი ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდებოდა და ის ვერ ხედავდა, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი კარგად დასრულებულიყო. მაგრამ ერთი რამ იცოდა, თამარს ვერ დათმობდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა ტყუილზე იყო აგებული. ლიტერატურული საღამო, რომელიც სკოლაში იმართებოდა, გიორგისთვის ნამდვილი აღმოჩენა აღმოჩნდა. ის არასოდეს ყოფილა მსგავს ღონისძიებაზე თავისი სკოლის დროს, მაშინ იგი ელიტურ სასწავლებელში სწავლობდა, სადაც აკადემიური მოსწრება იყო მთავარი და არა შემოქმედებითი თვითგამოხატვა. აქ კი, ამ ძველ ნახევრად დანგრეულ სკოლაში, ბავშვები ისეთი ენთუზიაზმით კითხულობდნენ ლექსებს, ისეთი გატაცებით ასრულებდნენ სცენებს ქართული ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოებებიდან, რომ გიორგი მიგრძნო, ეს იყო ნამდვილი, გულწრფელი, ხელოვნების სიყვარული. თამარი იჯდა პირველ რიგში და მღელვარებით უსმენდა თავის მოსწავლეებს. გიორგი უკან იჯდა და აკვირდებოდა, როგორ რეაგირებდა ქალი თითოეული მოსწავლის გამოსვლაზე, როგორ უკრავდა ტაშს, როგორ უჩურჩულებდა გამამხნევებელ სიტყვებს მათ, ვინც ნერვიულობდა. აშკარა იყო, რომ თამარი არა მხოლოდ ასწავლიდა, არამედ მთელი გულით ზრუნავდა თავის მოსწავლეებზე. ეს ანა, რომელზეც გელაპარაკებოდით, ჩურჩულით უთხრა თამარმა, როცა პატარა, გამხდარი გოგონა სცენაზე ავიდა. მოусმინეთ, ანამ დაიწყო საკუთარი ლექსის კითხვა.
ეს იყო ლექსი სამშობლოს სიყვარულზე, მაგრამ ისეთი ხატოვანი ენით, ისეთი ემოციით, რომ დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა გაოცებული უსმენდა, როგორ შეიძლებოდა 15 წლის გოგონას ასეთი სიღრმისეული ემოციების გამოხატვა. როცა ანამ დაასრულა, დარბაზი ტაშით აივსო. თამარის თვალები სიამაყით ციმციმებდა. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ამ გოგონამ მიაღწიოს, თუ მიიღებს სათანადო განათლებას და მხარდაჭერას, ჩურჩულით უთხრა მან გიორგის. მართლაც გასაოცარია, დაეთანხმა გიორგი, თუმცა ფიქრობდა არა მხოლოდ ანაზე, არამედ თამარზეც, მასწავლებელზე, რომელმაც შეძლო ასეთი ნიჭის აღმოჩენა და განვითარება. როცა ღონისძიება დასრულდა, გიორგი თამართან ერთად გარეთ გამოვიდა. საღამო იყო და ჰაერში სიგრილე იგრძნობოდა. ისინი ნელა მიუყვებოდნენ ქუჩას, საუბრობდნენ ღონისძიებაზე, მოსწავლეებზე, ლიტერატურაზე. ანა მართლაც განსაკუთრებულია, თქვა თამარმა. მისი ოჯახი ძალიან ღარიბია. მამა არ ჰყავს, დედა დილიდან საღამომდე მუშაობს. ანა ხშირად ზრუნავს თავის პატარა დაზე. მაგრამ ის მაინც ახერხებს, რომ წეროს, იკითხოს, ისწავლოს. მინდა დავეხმარო, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები შეზღუდულია, გიორგიმ ამოიოხრა. ის მზად იყო ახლავე ამოეღო საფულე და გადაეცა იმდენი ფული, რომ ანას მთელი განათლება დაეფინანსებინა, მაგრამ მიხეილს ეს არ შეეძლო. იქნებ არსებობს რაიმე სტიპენდია ან გრანტი, იკითხა მან. ვცდილობ, ვეძებ, თქვა თამარმა. დავითმა შემპირდა, რომ დამეხმარება. მისი ერთ-ერთი კლიენტი მსხვილი ბიზნესმენია, რომელიც მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს. მაგრამ ამისთვის ჯერ დავითის ნაცნობებთან უნდა შევხვდე, გიორგი მიგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. რა თქმა უნდა, დავითს არ გაუშვებდა ხელიდან შანსს, რომ თამარს დახმარებოდა. ეს ბიზნესმენი. შესაძლოა იგი გიორგის იცნობდა. ან უარესი, შესაძლოა ეს იყო ვიღაც, ვისთანაც გიორგის კონფლიქტი ჰქონდა. ბიზნესის სამყარო პატარა იყო, განსაკუთრებით საქართველოში. ეს კარგი იქნება, თქვა მან ბოლოს, ცდილობდა ხმაში ენთუზიაზმი ჩაედო. მაგრამ ფრთხილად იყავით დავითთან. ზოგჯერ ასეთი დახმარება შეიძლება. საფასურით მოდიოდეს, თამარმა გაკვირვებით შეხედა. რას გულისხმობთ? არაფერს კონკრეტულს, სწრაფად თქვა გიორგიმ. უბრალოდ, იცით. ხალხს ხშირად აქვს თავისი მოტივები. დავითი ჩემი მეგობარია, უპასუხა თამარმა, მაგრამ მისი ხმის ტონი ოდნავ დაეჩვებული იყო. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. რა თქმა უნდა, დაეთანხმა გიორგი. მან ვერ გაბედა ამ თემის გაგრძელება, არ უნდოდა თამარის განაწყენება. მაგრამ საკუთარ თავში ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. როგორც გიორგი მერაბიშვილს, მას შეეძლო პირდაპირ დაეფინანსებინა ანას განათლება, ან მთლიანად სკოლა. მაგრამ როგორ გაეკეთებინა ეს ისე, რომ არ გაემჟღავნებინა საკუთარი ვინაობა. მიხეილ, თქვენ რატომ გახდით პოსტალიონი? უცები კითხა თამარმა. მგონია არასოდეს გვისაუბრია ამაზე, გიორგი წამიერად დაიძაბა. ნე. მინდოდა სამსახური, სადაც ადამიანებთან ვიქნებოდი კონტაქტში. ჩემი წინა სამსახური საოფისე იყო და მომბეზრდა. და რა იყო თქვენი წინა სამსახური? არ მოეშვა თამარი. ნე. ბუღალტერი ვიყავი, მოიფიქრა გიორგიმ. მცირე კომპანიაში. ციფრებთან მუშაობა. ძალიან მოსაწყენი. საინტერესოა, თქვა თამარმა, მაგრამ გიორგიმ შეამჩნია, რომ ქალის მზერაში იყო რაღაც, რაც აჩვენებდა, რომ მას ბოლომდე არ სჯეროდა ამ ისტორიის. იცით, ზოგჯერ მგონია, რომ თქვენ სხვა ხართ, ვიდრე ჩანხართ, გიორგის გული აუჩქარდა. რას გულისხმობთ? არ ვიცი, მხრები აიჩეჩა თამარმა. თქვენ არ ჰგავხართ ტიპიურ პოსტალიონს. თქვენი მეტყველება, თქვენი მანერები. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ თქვენ რაღაცას მალავთ, გიორგი გაშეშდა. რა სისულელეა, გაიცინა მან, მაგრამ იცოდა, რომ ეს სიცილი ხელოვნური იყო. მე ვარ ის, ვინც ვარ, უბრალო პოსტალიონი, თამარმა მას ყურადღებით შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ისინი ისევ გააგრძელეს სიარული, მაგრამ გიორგი გრძნობდა, რომ ახლა ატმოსფერო დაძაბული იყო. თქვენი ოჯახი რას ამბობს ჩვენს მეგობრობაზე? იკითხა მან თემის შესაცვლელად. თამარს გაეღიმა, მაგრამ ოდნავ მელანქოლიურად. დედა ჩემი არ არის მოხარული. მას სურს, რომ დავითთან ვიყო. ის მიიჩნევს, რომ დავითს აქვს სტატუსი, სტაბილური სამსახური, შემოსავალი. ჩემი დედა ყოველთვის ზრუნავდა ასეთ რამეებზე. იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახი არასოდეს ყოფილა ფინანსურად უზრუნველყოფილი. ხოლო მამა თქვენი?
მამა ჩემი არაფერს ამბობს როგორც ყოველთვის, გაიგიმა თამარმა. ის ძალიან მშვიდია, იშვიათად გამოხატავს თავის აზრს. მაგრამ ვიცი, რომ მას მხოლოდ ჩემი ბედნიერება უნდა. და თქვენი ძმა? ლევანი, ჩაფიქრდა თამარი. მას ახლა თავისი პრობლემები აქვს. ბოლო დროს ძალიან იშვიათად ვხედავ მას სახლში. მგონი, ცუდ კომპანიაში მოხვდა. დედა ჩემი წუხს მასზე, მაგრამ ლევანი არავის უჯერებს, გიორგიმ თავი დაუქნია. მათი საუბარი კვლავ ბუნებრივი გახდა, მაგრამ გიორგი გრძნობდა, რომ თამარი ეჩვობდა. ის ჭკვიანი ქალი იყო და ადრე თუ გვიან შეამჩნევდა შეუსაბამობებს მის ისტორიაში. გიორგი მიცოდა, რომ მალე უნდა გადაეწყვიტა, ან უნდა ეთქვა სიმართლე, ან შეეწყვიტა ეს ურთიერთობა, სანამ ძალიან შორს არ წასულიყო. მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ მოსწონდა. თამარი მას უკვე ძალიან მოსწონდა, შესაძლოა უფრო მეტიც. და ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება დაეკარგა ის გულს უკლავდა. ამავე დროს სიმართლის თქმაც საშიში იყო, რა იქნებოდა, თუ თამარი მას ვეღარ ენდობოდა. ან უარესი, თუ იფიქრებდა, რომ ის უბრალოდ მდიდარი კაცის გასართობი იყო. თამარის სახლთან მისვლისას გიორგიმ გაბედა და ქალის ხელი აიღო თავისაში. თამარს არ გაუწევია ხელი, პირიქით ოდნავ შემოატრიალა თავისი ხელისკული ისე, რომ მათი თითები ერთმანეთს გადაეჭდო. ხვალ დაგინახავთ, იკითხა გიორგიმ. თამარი დაფიქრდა. ხვალ ის შეხვედრა, რომელზეც დავითი მელაპარაკებოდა. მაგრამ შემდეგ დღეს თავისუფალი ვარ. მაშინ ზეგ დაუქნია თავი გიორგიმ, თუმცა იგრძნო მსუბუქი იმედგაცრუება, რომ თამარი მაინც მიდიოდა დავითთან შეხვედრაზე. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და გიორგი მიგრძნო, როგორ ჩამოვარდა სიჩუმე. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ და გიორგის მოეჩვენა, რომ დრო გაჩერდა. ის ნელა დაიხარა და თამარიც ასწია სახე მისკენ. მათი ტუჩები თითქმის შეხვდა ერთმანეთს, როცა უცებ სახლის კარი გაიღო და ქალის ხმა გაისმა, თამარ. საკმარისია გარეთ დგომა, აცივდა უკვე, ეს ელენე იყო, თამარის დედა. ქალმა ერთი მკაცრი მზერა მიაპყრო გიორგის, მერე შებრუნდა და სახლში შევიდა. ბოდიში ჩურჩულით უთხრა თამარმა. დედა ჩემი ცოტა. მესმის, გაუღიმა გიორგიმ, არა უშავს. ზეგ დაგინახავთ, თამარმა სწრაფად აკოცა მას ლოყაზე და გაიქცა სახლისკენ. გიორგი იდგა და უყურებდა, როგორ დაიხურა კარი მის უკან. მერე ღრმად ამოისუნთქა და დაიძრა. დროა დაბრუნებულიყო მეორე ცხოვრებაში, გიორგი მერაბიშვილის ცხოვრებაში. ლაშა მას უკვე ელოდა მანქანით კუთხეში. როცა გიორგი ჩაჯდა, ლაშამ გაუღიმა. როგორ მიდის თქვენი ექსპერიმენტი, ბატონო გიორგი? კარგად, მოკლედ უპასუხა გიორგიმ. სახლში წავიდეთ. ხვალდილით ადრე მაქვს შეხვედრა, ლაშამ თავი დაუქნია და მანქანა დაძრა. ისინი მიემართებოდნენ ქალაქის ელიტური რაიონისკენ, სადაც გიორგის აპარტამენტები იყო, ფართი, რომელიც რამდენჯერმე აღემატებოდა თამარის მთელი ოჯახის სახლს. მაგრამ გიორგი მიცოდა, რომ ეს აპარტამენტები, მიუხედავად მისი სიდიდისა და სიძვირისა, არასოდეს ყოფილა ნამდვილი სახლი. ის იყო უბრალოდ ადგილი, სადაც იძინებდა, სადაც ინახავდა თავის ძვირადღირებულ ნივთებს. არა, ნამდვილი სახლი იყო სრულიად სხვა, ეს იყო ადგილი, სადაც იგრძნობდი სითბოს, სიყვარულს, ნამდვილ ადამიანურ კონტაქტს. და ბოლო დროს გიორგის აღმოუჩენია, რომ ასეთ ადგილად მისთვის იქცა პატარა ეზო დიდუბეში, სადაც თამარი ცხოვრობდა. ბინაში შესვლისას გიორგიმ პოსტალიონის უნიფორმა გაიხადა და შხაპის მისაღებად წავიდა. სარკეში საკუთარ ანარეკლს რომ შეხედა, გაიფიქრა, ვინ იყო ის სინამდვილეში. გიორგი მერაბიშვილი, მილიონერი ბიზნესმენი, თუ მიხეილი, უბრალო პოსტალიონი. და რომელი მათგანი იყო უფრო ბედნიერი? პასუხი მან უკვე იცოდა, მაგრამ ეშინოდა მისი აღიარების. დილით გიორგი ჩინელ ინვესტორებთან შეხვედრაზე იყო. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ თბილისის ცენტრში ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობით. შეხვედრა რთული იყო, მოლაპარაკებები, დაძაბული, მაგრამ გიორგის ფიქრები სულ სხვაგან იყო. მან თავი ძალიან უხერხულად იგრძნო, როცა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა მესამედ დაუსვა კითხვა და გიორგი ვერ მიხვდა, რაზე ელაპარაკებოდნენ. ბატონო გიორგი, კარგად ხართ? იკითხა ფინანსურმა დირექტორმა. დიახ, რა თქმა უნდა, სწრაფად უპასუხა გიორგიმ. უბრალოდ მაქვს რამდენიმე პირადი საკითხი. იქნებ გადავდოთ ეს შეხვედრა, შესთავაზა ლაშამ. არა, მტკიცედ თქვა გიორგიმ. გავაგრძელოთ, მაგრამ გაგრძელებაც არ იყო ადვილი.
გიორგი ცდილობდა კონცენტრირებას, მაგრამ ფიქრები სულ თამარზე უბრუნდებოდა, მის ღიმილზე, მის სახეზე, იმ მომენტზე, როცა თითქმის აკოცეს ერთმანეთს. და აწუხებდა მომავალიც, რა იქნებოდა, როცა თამარი სიმართლეს გაიგებდა. როგორ მოიქცეოდა? როგორც იქნა, შეხვედრა დასრულდა. ჩინელები წავიდნენ და გიორგი მარტო დარჩა ლაშასთან. ბატონო გიორგი, არასოდეს მინახავ ხართ ასეთი. დაფიქრებული აღნიშნა ლაშამ. ეს ქალი. თამარი, ასე მგონი. ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის, გიორგიმ ამოიოხრა. არ ვიცი, ლაშა. ეს სულელურია, ვიცი. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ რამდენიმე კვირაა, მაგრამ მას აქვს რაღაც, რაც არასოდეს შემხვედრია სხვა ქალებში. სიწრფელე, შესთავაზა ლაშამ. შესაძლოა, დაფიქრდა გიორგი. ან უბრალოდ ის ნამდვილია. არ ცდილობს მოაჩვენოს, რომ არის ვიღაც სხვა. განსხვავებით თქვენგან, ჩაიცინა ლაშამ. გიორგი მკაცრად შეხედა, მაგრამ ვერ გაუბრაზდა, ლაშა მართალი იყო. სწორედ ეს არის პრობლემა და ეთანხმა ის. მე ვატყუებ მას. და თუ გაიგებს სიმართლეს. რატომ არ ეუბნებით? იქნების გაგიგებთ, გიორგიმ თავი გააქნია, გინახავს ოდესმე ფილმი, სადაც მდიდარი კაცი მალავს თავის ვინაობას, მერე ქალი სიმართლეს იგებს და ყველაფერი კარგად მთავრდება. ჰოლივუდში კი გაიგიმა ლაშამ. აი ხედავ. რეალურ ცხოვრებაში ქალები ვერ იტანენ, როცა მათ ატყუებენ, წარეთ თქვა გიორგიმ. და მართალნიც არიან, ლაშამ ხრები აიჩეჩა. მაშინ ორი გზა გაქვთ, ან უთხრათ სიმართლე და ინატროთ საუკეთესო, ან დაასრულოთ ეს ურთიერთობა ახლავე, სანამ ძალიან ღრმად არ ჩაიფლობით. გიორგი მიცოდა, რომ მისი ასისტენტი სწორი იყო, მაგრამ ვერც ერთი ვარიანტი ვერ მიიღო. ის უკვე ძალიან ღრმად იყო ჩაფლული ამ ურთიერთობაში. დღეს დავაგვიანებ ფოსტაში, თქვა მან ბოლოს. გამაგზავნე ოფიციალური წერილი, რომ ავადვარ. ბატონო გიორგი, თქვენ გაქვთ ჩინელებთან მეორე შეხვედრა დღეს. შეუძლებელია მისი გადადება, შეახსენა ლაშამ. გიორგიმ ამოიოხრა. აი ეს იყო მისი პრობლემა, მას არ შეეძლო თავისი ნამდვილი ცხოვრების მიტოვება, მაგრამ ახლა უკვე ვეღარც მიხეილის ცხოვრებაზე ამბობდა უარს. მაშინ დღეს დავივიწყოთ ფოსტა, თქვა მან საბოლოოდ. ხვალ დაუბრუნდები ორივე როლს, მეორე დილით, გიორგი ადრე ადგა, ჩაიცვა პოსტალიონის უნიფორმა და წავიდა დიდუბეში. ის მღელვარებით ელოდა თამართან შეხვედრას. აინტერესებდა, როგორ ჩაიარა მისმა შეხვედრამ დავითთან და იმ მისტიურ ბიზნესმენთან. იმედი ჰქონდა, რომ დავითი არ შეეცდებოდა თამარის გულის მოგებას. თამარის სახლთან მისვლისას გიორგიმ დაინახა ახალგაზრდა კაცი, რომელიც სახლიდან გამოდიოდა. ეს იყო ლევანი, თამარის ძმა. გიორგი მხოლოდ ერთხელ შეხვდა მას, ლევანი იშვიათად იყო სახლში. ახლაც, დილის 7 საათზე, უცნაური იყო მისი გარეთ გასვლა. ლევანი გაჩერდა, როცა გიორგი დაინახა. მის სახეზე ეჭვი აისახა. შენ ხარ ის პოსტალიონი, არა? ჩემი დის. მეგობარი, იკითხა მან და სიტყვა მეგობარი ისე თქვა, რომ იგრძნობოდა, არ სჯეროდა, რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრობა იყო. დიახ, დაუდასტურა გიორგიმ. მიხეილი. თქვენ ხართ ლევანი, არა? ჰო, მოკლედ, უპასუხა ლევანმა. ის თითქოს ჩქარობდა, ნერვიულად იყურებოდა ირგვლივ. თამარი სახლში არ არის. ადრე წავიდა სკოლაში. გმადლობთ, თქვა გიორგიმ. წერილი მაქვს თქვენი ოჯახისთვის, ლევანმა თავი დაუქნია, მაგრამ უცებ მობილურზე ზარი მიიღო. მან სწრაფად უპასუხა და გვერდზე გაიწია, დაბალ ხმაზე საუბრობდა. გიორგიმ შეამჩნია, რომ ლევანი ძალიან დაძაბული იყო. რამდენიმე წამის შემდეგ მან გათიშა ზარი და სწრაფად მიუბრუნდა გიორგის. მე წავალ, თქვა მან. წერილი ხუთში ჩააგდე, ლევანი სწრაფი ნაბიჯით წავიდა, ისე რომ უკან არ მოუხედავს. გიორგიმ შეამჩნია, რომ ჭაბუკი ხელებს ჯიბეებში ინახავდა და თავს დაბლახრიდა, თითქოს არ უნდოდა, რომ ვინმეს დაენახა. გიორგიმ გაიფიქრა, რამე ხომ არ არის არასწორი. თამარი ამბობდა, რომ მისი ძმა ცუდ კომპანიაში მოხვდა. რა სახის ცუდი კომპანია იყო ეს? რა პრობლემები ჰქონდა ლევანს? მას არ ჰქონდა დრო ბევრი ეფიქრა ამაზე. პოსტის დარიგება უნდა გაეგრძელებინა და მერე სკოლაში წასულიყო, იქნებ თამარი ენახა. სკოლაში მისვლისას გიორგიმ დაინახა თამარი, რომელიც ეზოში იდგა მოსწავლეებთან ერთად. მან გაუღიმა ქალს და ხელი დაუქნია. თამარმა შეამჩნია, გაიღიმა და მისკენ წამოვიდა. მიხეილ.
დღეს არ მელოდი უთხრა მან. ვიცი, მაგრამ მომენატრე, აღიარა გიორგიმ. გუშინ როგორ იყო, თამარის სახეზე ენთუზიაზმი გამოისახა. გასაოცრად. ის ბიზნესმენი, რომელზეც გელაპარაკე, ძალიან დაინტერესდა ჩემი იდეით ახალი სახელმძღვანელოს შესახებ. მან შემომთავაზა, რომ დააფინანსებს პროექტს და წარმოიდგინე, მან თქვა, რომ ანას საქმეც აინტერესებს. შესაძლოა სტიპენდია გამოუყოს, გიორგიმ თავი დაუქნია, ცდილობდა ენთუზიაზმი გამოეხატა. ეს შესანიშნავია. ვინ არის ეს ბიზნესმენი? ვახტანგ კახიძე, გაგიგია, იკითხა თამარმა. გიორგის გული გაეკინა. ვახტანგ კახიძე იყო ერთ-ერთი მისი მთავარი კონკურენტი სამშენებლო ბიზნესში. მათ ჰქონდათ რამდენიმე სერიოზული კონფლიქტი წარსულში და ახლაც ებრძოდნენ ერთმანეთს რამდენიმე მსხვილი პროექტისთვის. არა, ტყუილი, თქვა გიორგიმ. მაგრამ კარგად ჟღერს. რა პირობები აქვს? ჯერ დეტალებზე არ გვისაუბრია, უპასუხა თამარმა. დავითი ამბობს, რომ ვახტანგი ძალიან გულუხვია და ბევრ საქველმოქმედო პროექტს აფინანსებს. გიორგიმ ძლივს შეიკავა სიცილი. ვახტანგ კახიძე იყო ყველაფერი, მაგრამ არა გულუხვი. თუ ის რაიმეს აფინანსებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სარგებელი ენახა, ან პირდაპირი ფინანსური, ან პიარის სახით. გიორგი დარწმუნებული იყო, რომ ვახტანგმა იცოდა, ვინ იყო თამარი, და ეს იყო მისი გზა, რომ დაპირისპირებოდა გიორგის. მიხეილ, კარგად ხარ? იკითხა თამარმა. უცებ გაფიქრდი. არა, ყველაფერი კარგადაა, სწრაფად უპასუხა გიორგიმ. უბრალოდ. მე მგონი ვირუსი დამემართა გუშინ. ამიტომაც ვერ ვიმუშავე. ოხ, იმედია უკეთ ხარ, თანაგრძნობით უთხრა თამარმა. შეგვიძლია დღევანდელი შეხვედრა გადავდოთ, თუ ცუდად ხარ? არა, უკვე კარგად ვარ, დაარწმუნა გიორგიმ. მოუთმენლად ველი საღამოს, ისინი კიდევ რამდენიმე წუთი საუბრობდნენ, სანამ ზარი არ დაირეკა და თამარს არ მოუწია კლასში შესვლა. გიორგი დარჩა ეზოში, ფიქრობდა რა უნდა ეკნა. ვახტანგ კახიძე არასოდეს დაეხმარებოდა თამარს უანგაროდ. აქ უნდა ყოფილიყო რაიმე ხრიკი. მაგრამ რა? გიორგიმ გადაწყვიტა დაერეკა ლაშასთვის. ლაშა, მჭირდება ინფორმაცია. გაიგე, რას აპირებს ვახტანგ კახიძე დიდუბეში. აინტერესებს რაიმე მიწის ნაკვეთი? ან სკოლა? ნებისმიერი ინფორმაცია მჭირდება. რა მოხდა, ბატონო გიორგი? იკითხა ლაშამ. ის ჩაერია ჩემს. პირად საქმეებში აუხსნა გიორგიმ. მინდა ვიცოდე რატომ, ლაშამ აღუთქვა, რომ რამდენიმე საათში ექნებოდა ინფორმაცია. გიორგიმ გააგრძელა პოსტის დარიგება, მაგრამ ახლა მისი ფიქრები კიდევ უფრო დაძაბული იყო. ვახტანგ კახიძე. რატომ დაინტერესდა ის თამარით? და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რას გაიგებდა თამარი, როცა ვახტანგი და დავითი მოუყვებოდნენ გიორგი მერაბიშვილის შესახებ. დღის ბოლოს ლაშამ დაურეკა გიორგის. ბატონო გიორგი, ვიპოვე ინფორმაცია. ვახტანგ კახიძე ცდილობს მიწის შესყიდვას დიდუბეში, ახლოს იმ სკოლასთან, სადაც თამარი მუშაობს. მას სურს ააშენოს იქ სავაჭრო ცენტრი. პრობლემა ის არის, რომ ეს მიწის ნაკვეთი ძალიან ახლოსაა სკოლასთან და მშობლები, მასწავლებლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან ამ მშენებლობას. მათ უკვე შექმნეს პეტიცია და ხელმოწერებს აგროვებენ. ახლა ყველაფერი ნათელია, ჩაილაპარაკა გიორგიმ. ის ცდილობს თამარის გამოყენებას, რომ გავლენა მოახდინოს მასწავლებლებზე და მშობლებზე. თუ მასწავლებელი, რომელსაც ყველა პატივს სცემს, მხარს დაუჭერს პროექტს. ეს შესაძლებელია, დაეთანხმა ლაშა, მაგრამ როგორ აპირებთ ამის შეჩერებას? გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. ჯერ არ ვიცი. მაგრამ ერთი რამ ვიცი, ვახტანგ კახიძეს არ მივცემ უფლებას, გამოიყენოს თამარი. იმ საღამოს გიორგიმ შეხვედრა ჰქონდა თამართან. ისინი ქალაქის პარკში სეირნობდნენ, თამარი აღფრთოვანებით ყვებოდა თავისი გეგმების შესახებ, როგორ გამოიყენებდა ვახტანგის დაფინანსებას, რომ დაეხმარებოდა ანას და სხვა მოსწავლეებს. გიორგი უსმენდა და გული ეკუმშებოდა, ის ვერ ეუბნებოდა სიმართლეს, მაგრამ არც იმის უფლება ჰქონდა, რომ თამარი დაეტოვებინა ვახტანგის ტყუილების სამყაროში. თამარ უთხრა მან ბოლოს. იცი, ზოგჯერ ადამიანები არ არიან ისეთები, როგორებადაც ჩანან. ფრთხილად იყავი ამ ვახტანგთან, თამარმა შეწყვიტა საუბარი და დაბნეულად შეხედა. რას გულისხმობ? უბრალოდ. გიორგიმ ვერ მოახერხა სწორი სიტყვების პოვნა, შეამოწმე მისი მოტივები, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ. დავითი ამბობს, რომ მას კარგი რეპუტაცია აქვს, თქვა თამარმა.
დავითი. ამოიოხრა გიორგიმ, თამარ, შეიძლება პირადი კითხვა დაგისვა. შენ და დავითი. მხოლოდ მეგობრები ხართ, თამარმა გაკვირვებით შეხედა. რა თქმა უნდა. რატომ მეკითხები? იმიტომ რომ მას აშკარად უნდა რომ მეტი იყოს, გულწრფელად უპასუხა გიორგიმ. და მეშინია რომ ის ცდილობს შენი მანიპულირებას ამ ვახტანგ კახიძის საშუალებით. თამარი გაჩერდა და სერიოზულად შეხედა გიორგის. მიხეილ, შენ ეჩვიანო, გიორგიმ თავი ჩაუნა. შესაძლოა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვარ მართალი. იცი რა, თქვა თამარმა მტკიცედ. მე ვარ ზრდასრული ადამიანი. შემიძლია თვითონ მივიღო გადაწყვეტილებები. მე ვენდობი დავითს, იმიტომ რომ ის ჩემი მეგობარია ბავშვობიდან. არ ვიცნობ ვახტანგს, მაგრამ ჯერჯერობით მან მხოლოდ დახმარება შემომთავაზა. თუ დავინახავ რაიმე საეჭვოს, მე თვითონ მივხვდები ამას. გიორგი მიგრძნო, რომ შესაძლოა გადაამეტა. ბოდიში, თქვა მან. მართალი ხარ. შენ შეგიძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. უბრალოდ. მზრუნველობა მინდოდა. ვაფასებ ამას, შერბილდა თამარი. მაგრამ არ არის საჭირო ჩემზე ზრუნვა ასე. მე კარგად ვიცი, რას ვაკეთებ, ისინი განაგრძეს სიარული, მაგრამ ატმოსფერო უკვე შეცვლილი იყო. გიორგი გრძნობდა, რომ შეცდომა დაუშვა, ის ვერ ეტყოდა თამარს სიმართლეს, ვერ გაამხელდა საკუთარ ვინაობას და ამიტომ ვერც დაარწმუნებდა, რომ ვახტანგ კახიძე საფრთხეს წარმოადგენდა. რა უნდა ეკნა ახლა? როგორ უნდა დაეცვა თამარი ვახტანგისგან, ისე რომ არ გაემჟღავნებინა საკუთარი ვინაობა? ამ ფიქრებით გართული ის ვერ ამჩნევდა, რომ ისინი ნელ-ნელა მიუახლოვდნენ უბანს, სადაც თამარი ცხოვრობდა. და უცებ, როცა კუთხეში შეუხვიეს, ისინი პირისპირ შეეჩეხნენ ლევანს. თამარის ძმა არ იყო მარტო. მასთან ახლდა სამი კაცი, რომლებიც გიორგის სულაც არ ჰგავდნენ ისეთ ადამიანებს, ვისთანაც ლევანის მეგობრობა უნდა ჰქონოდა. ლევან, შეძახილით მიესალმა თამარი ძმას, მაგრამ როცა დაინახა მისი თანხლები პირები, შეყონდა. რა ხდება? ვინ არიან ეს ხალხი? ლევანი გაშეშდა. ის აშკარად არ ელოდა დის შეხვედრას ამ ადგილას, ამ დროს. მისი სახე დაძაბული იყო, თვალებში, შიში. ერთ-ერთმა კაცმა, რომელიც ახლდა, შეხედა თამარს, მერე გიორგის და ბოლოს ლევანს. ეს ვინ არის? იკითხა მან, ხმაში მუქარით. ჩემი და, წაიჩურჩულა ლევანმა. ლევან, რა ხდება? იკითხა თამარმა, უკვე უფრო მტკიცედ. ვინ არიან ეს ადამიანები? წადი აქედან, თამარ უთხრა ლევანმა. თხო, გიორგი ხვდებოდა, რომ ეს ადამიანები კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ. შესაძლოა, ლევანს ვალი ჰქონდა, ან რაიმე სხვა პრობლემა. გიორგიმ თამარის ხელი მოჰკიდა. წავიდეთ, უთხრა მან ქალს. მაგრამ თამარმა ხელი გაითავისუფლა. არა. ლევან, რა ხდება? რა პრობლემა გაქვს? ერთ-ერთმა კაცმა ჩაიცინა. შენი ძმა ვალს ვერ იხდის. და ახლა სერიოზული პრობლემები აქვს, გიორგი მიგრძნო, როგორ გაიყინა სისხლი ძარღვებში. ეს არ იყო კარგი. ის იცნობდა ასეთ ადამიანებს, ვალის ამკრეფებს, კრიმინალებს, რომლებსაც არ აინტერესებთ არაფერი, გარდა ფულისა. ლევანი სერიოზულ საფრთხეში იყო და ახლა თამარიც, გიორგის სწრაფად შეაფასა სიტუაცია. სამი კაცი სავარაუდოდ შეიარაღებული, თამარი და ლევანი. ეს არ იყო სცენარი, რომელსაც პოსტალიონი მიხეილი გაუმკლავდებოდა. ეს იყო სიტუაცია, რომელიც გიორგი მერაბიშვილს სჭირდებოდა, მას, ვისაც ჰქონდა კავშირები, ფული და ძალაუფლება. რამდენი გმართებს? იკითხა გიორგიმ პირდაპირ, ლევანისკენ მიბრუნებულმა. ერთ-ერთმა კაცმა ხმამაღლა ჩაიცინა. ეს არ არის შენი საქმე, პოსტალიონო. კითხე, რამდენი? გაიმეორა გიორგიმ, ახლა უკვე უფრო მტკიცედ. რამდენია ვალი? 10,000 ევრო, წაიჩურჩულა ლევანმა, თავჩაღუნულმა. 10,000, გაიოცა თამარმა. საიდან? როგორ? რატომ? ლევანმა ვერ შეხედა დასთვალებში. აზარტული თამაშები. დავიწყე მცირედით, მერე სულ მეტი და მეტი. ვცდილობდი ფულის უკან დაბრუნებას, მაგრამ სულ ვაგებდი. თამარმა ხელები სახეზე აიფარა, ღმერთო ჩემოს. ყველაზე მაღალმა კაცმა, რომელიც ჩანდა, რომ ამ სამეულის ლიდერი იყო, გააგრძელა და ახლა ლევანს აქვს არჩევანი, ან გადაიხდის ვალს, ან იქნება სხვა გზებიც, როგორ დააბრუნოს ფული. როგორი გზები? იკითხა თამარმა, ხმაში შიშით. ეს ლევანის საქმეა, უპასუხა კაცმა და ბოროტად გაიღიმა.
მაგრამ ეს არ იქნება სასიამოვნო. გიორგი მიცოდა, რაც იგულისხმებოდა, ლევანი იძულებული გახდებოდა ჩართულიყო კრიმინალურ საქმიანობაში, სანამ ვალს არ დაფარავდა. ამ ტიპის ხალხი არ ხუმრობდა. ისინი იღებდნენ რაც უნდოდათ და არ აინტერესებდათ, ვის ატკენდნენ გზად. ლევანს აქვს 3 დღე, თქვა კაცმა. მერე ჩვენ მოვალთ. ოჯახში თამარმა შეშინებულმა შეხედა გიორგის. ამ მომენტში გიორგიმ მიიღო გადაწყვეტილება. მას აღარ შეეძლო ამ თამაშის გაგრძელება. ვალი დაფარულია, თქვა მან მტკიცედ. ყველამ გაოცებულმა შეხედა. რა? იკითხა ლიდერმა. მე დავფარა ვალს, განმარტა გიორგიმ. ახლავე. შენ, ჩაიცინა კაცმა. პოსტალიონს გაქვს 10,000 ევრო. მიხეილ, რას ამბობ? ჩაიჩურჩულა თამარმა. ეს შეუძლებელია, გიორგიმ ამოიღო მობილური და ნომერი აკრიფა. ლაშა, თქვა მან, როცა ასისტენტმა უპასუხა. დაუყოვნებლივ ჩამოდი ჩემთან დიდუბეში. მომიტანე 10,000 ევრო ნაღდი ფულით. ბატონო გიორგი, რა ხდება? იკითხა ლაშამ. უბრალოდ გააკეთე, რასაც გეუბნები, უპასუხა გიორგიმ. ახლავე, თამარი, ლევანი და 3 კაცი გაოცებულნი უყურებდნენ გიორგის. მან ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მიუბრუნდა ვალის ამკრეფებს. 20 წუთში აქ იქნება ფული, უთხრა მან მშვიდად. თქვენ მიიღებთ, რაც გეკუთვნით და შემდეგ დატოვებთ ამ ოჯახს მშვიდობით. ვალი დაფარულია. შენ ვინ ხარ? იკითხა ლიდერმა, უკვე უფრო ფრთხილად. ეს არ არის მნიშვნელოვანი, უპასუხა გიორგიმ. მნიშვნელოვანია, რომ ვალი იქნება დაფარული, შემდეგი 20 წუთი სრულ სიჩუმეში გავიდა. გიორგი იდგა თამარის გვერდით, რომელიც შოკირებული იყო. ლევანი თავჩაღუნული იდგა, ვერ უყურებდა არავის. ვალის ამკრეფები ჩურჩულებდნენ ერთმანეთში, დროდადრო გიორგის უყურებდნენ. ბოლოს კუთხეში შავი მერსედესი გამოჩნდა. ლაშა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, ხელში ჰქონდა შავი ჩანთა. ის მიუახლოვდა გიორგის და უსიტყვოდ გადასცა ჩანთა. ლაშას თვალებში კითხვები იყო, მაგრამ მან იცოდა, რომ ახლა არ იყო დრო მათ დასასმელად. გიორგიმ ჩანთა გახსნა, შეამოწმა შიგთავსი და გადასცა ლიდერს. დათვალე, უთხრა მან. კაცმა ჩანთა გახსნა, სწრაფად დათვალა ფული და დაუქნია თავი. სწორია, დაადასტურა მან. ვალი დაფარულია. ახლა წადით, უთხრა გიორგიმ. და არასოდეს დაბრუნდეთ, ლიდერმა კიდევ ერთხელ შეხედა გიორგის, თითქოს ცდილობდა გაეგო, ვინ იყო ეს ადამიანი, რომელსაც შეეძლო ასე ადვილად 10,000 ევროს გადახდა. მერე მან თავი დაუქნია თავის თანმხლებ პირებს და ისინი წავიდნენ. როცა ისინი დაშორდნენ, თამარი გიორგისკენ მობრუნდა, თვალებში შოკი და კითხვები ეწერა. ვინ ხარ შენ? იკითხა მან. ვინ ხარ სინამდვილეში? გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. მომენტი დადგა. არა, აქ, თქვა მან. წავიდეთ თქვენს სახლში. იქ ვისაუბროთ. ლაშა იდგა და ელოდა ინსტრუქციებს. გიორგი მანიშნა, რომ ცოტა მოშორებით დალოდებოდა, ის ვინ არის? იკითხა თამარმა, თვალით ლაშასკენ ანიშნა. ჩემი ასისტენტი, უპასუხა გიორგიმ. გთხოვ თამარ, სახლში წავიდეთ. ყველაფერს აგიხსნი, სახლში მისვლისას მათ დახვდათ ელენე, თამარის დედა, რომელიც შეშფოთებული ელოდა. როცა მან დაინახა ლევანი, თამარი და გიორგი ერთად მისი სახე დაძაბულობით აივსო. რა ხდება? იკითხა მან. ლევან, სად იყავი? ვინ იყვნენ ის ხალხი, რომლებიც აქ ირეოდნენ? მეზობელმა მითხრა. დედა, გთხოვ, დაწყნარდი, უთხრა თამარმა, შიგნით შევიდეთ. სამზარეულოში ლევანმა ყველაფერი აღიარა, როგორ ჩაება აზარტულ თამაშებში, როგორ დაკარგა 10,000 ევრო, როგორ ემუქრებოდნენ მას კრიმინალები. ელენეს სახე სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდა ამ ისტორიის მოსმენისას. ეს ფული. საიდან? იკითხა მან ბოლოს. ჩვენ არ გვაქვს ასეთი თანხა. მიხეილმა გადაიხადა, თქვა ლევანმა. ელენეს მზერა გადავიდა გიორგიზე, ეჩვით სავსე. პოსტალიონმა გადაიხადა 10,000 ევრო. როგორ? ეს არის ის, რაც ახლა უნდა აგიხსნათ, თქვა გიორგიმ, მერე თამარს მიუბრუნდა. მე არ ვარ ის, ვინც გითხარი, რომ ვარ. ვინ ხარ შენ? იკითხა თამარმა, ხმაში ტკივილით. გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. ჩემი ნამდვილი სახელია გიორგი მერაბიშვილი. მე ვარ კომპანია New Horizon Development-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ელენეს თვალები გაუფართოვდა. გიორგი მერაბიშვილი.
მილიონერი, თამარი გაქოვებული იჯდა, მისი სახე გამოსახავდა შოკს, ტკივილს, ღალატის გრძნობას. რატომ? იკითხა მან ბოლოს. რატომ მოიტყუე? რა იყო ეს, რაღაც სახალისო თამაში შენთვის? არა, სწრაფად უპასუხა გიორგიმ. ეს არ იყო თამაში. ნე. მე ვიყავი დაღლილი ჩემი ცხოვრებით. ყველა ადამიანი, ვისაც ვხვდებოდი, მე პყრობოდა როგორც გიორგი მერაბიშვილს, როგორც ფულის წყაროს, როგორც კავშირს. არავის აინტერესებდა, როგორი ადამიანი ვიყავი სინამდვილეში. და მერე? შეგხვდი შენ? შენ ისე მელაპარაკებოდი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. და მე ვერ შევძელი სიმართლის თქმა, იმიტომ რომ მეშინოდა, ყველაფერი შეიცვლებოდა. შეიცვლებოდა უთხრა თამარმა მწარედ. შეიცვლებოდა, იმიტომ რომ შენ მომატყუე. როგორ შეიძლება ვენდო ვინმეს, ვინც ასე მატყუებს? ვიცი, დაეთანხმა გიორგი. ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი. მაგრამ ყველაფერი, რაც გითხარი, ყველაფერი, რაც ვიგრძენი. ეს იყო ნამდვილი, თამარმა თავი გააქნია, თვალებში ცრემლები უბრწყინავდა. როგორ ვიცოდე რა იყო ნამდვილი და რა ტყუილი? შენ მთელი ამ დროის განმავლობაში მატყუებდი, ელენე, რომელიც აქამდე შოკირებული უსმენდა ამ საუბარს, უცებ ჩაერთო. მომენტი. შენ ხარ გიორგი მერაბიშვილი. ის გიორგი მერაბიშვილი, რომელიც ფლობს ნახევარ თბილისს. დედა, შეაჩერა თამარმა. რა არის თამარ? ეს მნიშვნელოვანია, თქვა ელენემ. ბატონო გიორგი, მაპატიეთ ჩემი ქცევა წარსულში. მე არ ვიცოდი. დედა, გთხოვ, გაგვატარე მარტო, თქვა თამარმა, ხმაში სიბრაზით. ელენე აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ როცა დაინახა თავისი ქალიშვილის გამომეტყველება, გადაიფიქრა. მან თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა, ლევანიც თან წაიყვანა. როცა ისინი მარტო დარჩნენ, თამარმა მზერა გიორგის მიაპყრო, ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ყველაფერი, რაც გქონდა. არა, თქვა გიორგიმ, ახლა უკვე ნამდვილი ხმით, არა მიხეილის ხმით. ის, რაც ვიგრძენი შენ მიმართ, იყო ყველაზე ნამდვილი რამ ჩემს ცხოვრებაში. მაშ, რატომ არ მითხარი სიმართლე? რატომ გააგრძელე ტყუილი? კითხა თამარმა. იმიტომ, რომ მეშინოდა, აღიარა გიორგიმ. მეშინოდა, რომ შენი დამოკიდებულება ჩემ მიმართ შეიცვლებოდა, როცა გაიგებდი, ვინ ვიყავი. მეშინოდა, რომ შენც ისე დამინახავდი, როგორც ყველა დანარჩენი, უბრალოდ როგორც მდიდარ კაცს და არა როგორც ადამიანს. შენ არ მომეცი შანსი, უთხრა თამარმა. შენ გადაწყვიტე ჩემ მაგივრად, გიორგიმ თავი დახარა. ვიცი. ეს იყო შეცდომა, სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგი ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა ამ სიტუაციიდან გამოსვლა, როგორ შეიძლებოდა თამარის ნდობის დაბრუნება. მაგრამ იცოდა, რომ ეს არ იქნებოდა ადვილი. არის კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდე, თქვა გიორგიმ ბოლოს. ეს ეხება ვახტანგ კახიძეს, თამარმა მზერა ასწია. და ვახტანგ კახიძე არის ჩემი მთავარი კონკურენტი ბიზნესში. ჩვენ გვაქვს ისტორია. ის არ არის ის ადამიანი, ვინც თავს წარმოგიდგენს. მას სურს ააშენოს სავაჭრო ცენტრი შენი სკოლის ახლოს და ამისთვის სჭირდება ადგილობრივი მხარდაჭერა. მან იცის, რომ შენ გავლენა გაქვს მასწავლებლებზე და მშობლებზე. ის გიყენებს, თამარის სახეზე გაოცება აისახა. საიდან იცი ეს? ჩემმა ასისტენტმა მოიძია ინფორმაცია, როცა გავიგე, რომ შენ შეხვდი მას. ვახტანგი არ არის საქველმოქმედო ტიპი. ის ყოველთვის ეძებს გზებს, რომ გამოიყენოს ადამიანები, თამარი დაფიქრდა. და შენ რატომ არ გინდა აშენდეს ეს სავაჭრო ცენტრი? იმიტომ, რომ ის შენი კონკურენტია. არა, უპასუხა გიორგიმ. მე არ მინდა, რომ შენ გამოგიყენონ. და მე ვიცი, რომ შენ არ დაუჭერდი მხარს პროექტს, რომელიც ზიანს მიაყენებს შენ სკოლას და მოსწავლეებს, თამარმა გახედა ფანჯრიდან, ფიქრობდა. არ ვიცი, ვის დავუჯერო ახლა, თქვა მან ბოლოს. შენ მატყუებდი. ვახტანგი მატყუებს. დავითიც ალბათ. ყველა იყენებს ერთმანეთს. ყველა თამაშობს თამაშებს. მე შემიძლია დაგიმტკიცო, რომ მართალი ვარ ვახტანგთან დაკავშირებით, უთხრა გიორგიმ. მაქვს დოკუმენტები, გეგმები, თამარმა თავი გააქნია. ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ შენ მომატყუე, გიორგი. შენ შექმენი ეს ფანტაზია, ეს ცრუპიროვნება და მე დაგიჯერე. როგორ შეიძლება გენდო ახლა? გიორგიმ ხელი გაიწოდა, უნდოდა შეეხო თამარისთვის, მაგრამ ქალმა უკან დაიხია.
გთხოვ, წადი, თქვა მან. გჭირდება დრო. გჭირდება. ფიქრი, გიორგი ადგა. ის ხვდებოდა, რომ ახლა ვერაფერს იტყოდა, რაც შეცვლიდა სიტუაციას. მას უნდა მიეცა თამარისთვის დრო. მე წავალ, თქვა მან. მაგრამ, გთხოვ, იცოდე, რომ ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი. ეს იყო ნამდვილი. და მე მზად ვარ ყველაფრისთვის, რომ დავიბრუნო შენი ნდობა, თამარმა არაფერი უპასუხა. ის იჯდა მზერა მიმართული ფანჯრისკენ, სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა. გიორგი გავიდა ოთახიდან ეზოში, სადაც ლაშა ელოდა მანქანით. ის ჩაჯდა მანქანაში და მანქანა დაიძრა. გიორგი გრძნობდა, რომ ახლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაკარგა, რაღაც, რაც ვერასოდეს დაიბრუნებდა. და ეს ტკივილი იყო ნამდვილი, არა ისეთი, როგორსაც ის ოდესმე გრძნობდა ბიზნესის დაკარგვისას. ბატონო გიორგი, ყველაფერი კარგად არის? იკითხა ლაშამ. არა, უპასუხა გიორგიმ. არაფერი არ არის კარგად, მანქანამ გაიარა ქუჩები, სადაც გიორგი დადიოდა როგორც მიხეილი. მან გახედა სახლებს, ადამიანებს, ცხოვრებას, რომელიც თითქოს ახლა შორს იყო მისგან. ის ვეღარასოდეს იქნებოდა მიხეილი, ვეღარასოდეს იქნებოდა უბრალო პოსტალიონი, რომელსაც თამარი ისე ექცეოდა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. სად მივდივართ, ბატონო გიორგი? იკითხა ლაშამ. გიორგიმ ფანჯრიდან გახედა ქალაქს, რომლის დიდი ნაწილი მისი იყო, მაგრამ რომელიც ახლა უცხოდ ეჩვენებოდა. ოფისში, უპასუხა მან ბოლოს. მაქვს იდეა, 2 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგიმ თამარს უთხრა სიმართლე. 2 კვირა, რომლის განმავლობაშიც მან არ უცდია მასთან დაკავშირება, პატივისცა მის სურვილს და მისცა დრო. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ გიორგი უმოქმედოდ იყო. კომპანიის საბჭოს ხდომაზე გიორგი იდგა თავის ინვესტორებისა და აღმასრულებელი დირექტორების წინაშე და წარადგენდა ახალ ხედვას, რომელიც ბევრისთვის გასაოცარი აღმოჩნდა. ჩვენი კომპანია ყოველთვის იყო მოგებაზე ორიენტირებული, თქვა მან. და ეს არ არის ცუდი. მაგრამ დროა, გავფართოვდეთ. დროა ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენს ვაკეთებთ, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვაკეთებთ ამას. ეკრანზე გამოჩნდა ახალი პროექტის გეგმა, საგანმანათლებლო ფონდი, რომელიც დაეხმარებოდა ნიჭიერ მოსწავლეებს დაფინანსებაში, სკოლებს, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მასწავლებლებს, ახალი სახელმძღვანელოების შექმნაში. ეს არის ჩვენი ახალი ინიციატივა, განაგრძო გიორგიმ. პროექტი, რომელიც არა მხოლოდ შეცვლის ჩვენს იმიჯს, არამედ რეალურად დაეხმარება ათასობით ახალგაზრდას. ბევრი ინვესტორი სკეპტიკურად იყო განწყობილი. ერთ-ერთმა ხელი ასწია და იკითხა, და როგორ გაზრდის ეს ჩვენს მოგებას? შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში არ გაზარდოს, აღიარა გიორგიმ. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროექტი მოგცემს უფრო განათლებულ საზოგადოებას, უფრო კვალიფიციურ კადრებს, უკეთეს ბაზარს. და რაც მთავარია, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. საბჭოზე კამათი გაგრძელდა საათების განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ გიორგიმ მიიღო მხარდაჭერა თავისი ახალი ინიციატივისთვის. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ გეგმაში, რომელიც მას ჰქონდა. მეორე ნაბიჯი იყო ვახტანგ კახიძესთან შეხვედრა. გიორგიმ დაურეკა თავის კონკურენტს და პირდაპირ შესთავაზა შეხვედრა. ვახტანგი გაკვირვებული იყო, მაგრამ დათანხმდა. ისინი შეხვდნენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში. რა მოულოდნელი შეხვედრა, გიორგი, მიესალმა ვახტანგი ღიმილით, რომელიც მის თვალებამდე ვერ აღწევდა. რამ გადაგაწყვეტინა ჩემთან საუბარი? ვიცი დიდუბის პროექტის შესახებ, პირდაპირ უთხრა გიორგიმ. ვიცი, რომ გინდა სავაჭრო ცენტრის აშენება სკოლის გვერდით. და ვიცი, რომ ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან, ვახტანგმა შუბლი შეიჭმუხნა. ეს ჩემი საქმეა, არა შენი. მინდა შემოგთავაზო ალტერნატივა, განაგრძო გიორგიმ. ჩემს კომპანიას აქვს მიწის ნაკვეთი დიდუბის მეორე მხარეს, უფრო კომერციულ ზონაში. იგივე ფართობი, უკეთესი მდებარეობა ბიზნესისთვის. შემიძლია გაგიცვალო, ვახტანგი გაოცებული უყურებდა. რატომ გინდა ეს? იმიტომ, რომ სკოლას სჭირდება განვითარება, არა შეზღუდვა, უპასუხა გიორგიმ. შენი პროექტი ხმაურიანი იქნება, დააბინძურებს ჰაერს, შეაფერხებს სკოლის გაფართოებას. არის უკეთესი ადგილი შენი სავაჭრო ცენტრისთვის, ვახტანგმა რამდენიმე წამი უყურა გიორგის, მერე ჩაიცინა. შენ ხვდები იმ მასწავლებელს, არა? იმიტომ აკეთებ ამას, გიორგიმ არ უპასუხა, მაგრამ მისი მზერა საკმარისი იყო. კარგი, დათანხმდა ვახტანგი ბოლოს. ვნახოთ შენი ნაკვეთი. თუ მართლა ისეთი კარგია, როგორც ამბობ, შესაძლოა შევთანხმდეთ და ასეც მოხდა.
ვახტანგმა შეაფასა ახალი ადგილი და მიხვდა, რომ ის მართლაც უკეთესი იყო ბიზნესისთვის. გაცვლის ხელშეკრულება გაფორმდა და დიდუბის სკოლას აღარ ემუქრებოდა სავაჭრო ცენტრის აშენება. მესამე ნაბიჯი იყო ყველაზე რთული. გიორგიმ დარეკა თამართან და სთხოვა შეხვედროდა ერთხელ კიდევ. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ თამარი დათანხმდა. ისინი შეხვდნენ იმავე პარკში, სადაც ხშირად სეირნობდნენ, როცა გიორგი ჯერ კიდევ მიხეილით იყო. თამარი გამოიყურებოდა დაღლილად, მაგრამ კვლავ ლამაზად. ის ჯერ კიდევ იყო ის ქალი, რომელიც გიორგის შეუყვარდა. მადლობა, რომ მოხვედი, თქვა გიორგიმ. ვიცი, რომ არ ვიმსახურებ შენს დროს. რისთვის დამიბარე? იკითხა თამარმა პირდაპირ ცივად. მინდა გაჩვენო რაღაც, უპასუხა გიორგიმ. შეგიძლია წამოხვიდე ჩემთან ერთად? ვფიცავ, არ ვცდილობ მანიპულაციას. უბრალოდ მინდა დაგანახო რა გავაკეთე. თამარმა დიდხანს უყურა, მერე თავი დაუქნია. კარგი, ისინი გიორგის მანქანით წავიდნენ ქალაქის ცენტრისკენ. როცა მივიდნენ ახალ თანამედროვე შენობასთან, რომელზეც ეწერა New Horizon Foundation, თამარმა გაკვირვებით შეხედა გიორგის. რა არის ეს? იკითხა მან. ეს არის ჩემი ახალი პროექტი, აუხსნა გიორგიმ. ფონდი, რომელიც დაეხმარება ნიჭიერ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლებს. და ანა იყო პირველი, ვინც სტიპენდია მიიღო. ის შეძლებს სწავლის გაგრძელებას საუკეთესო უნივერსიტეტში. თამარის თვალები გაფართოვდა. შენ ეს ჩემთვის გააკეთე? არა, უპასუხა გიორგიმ. ეს გავაკეთე, იმიტომ რომ ეს სწორია. შენ მაჩვენე, რამდენი პოტენციალი იკარგება, როცა ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობები. ეს პროექტი შეცვლის ამას. თამარი შევიდა შენობაში, სადაც გიორგიმ აჩვენა ყველაფერი, ოფისები, სადაც მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც განიხილავდნენ აპლიკაციებს, საკლასო ოთახები, სადაც ტარდებოდა დამატებითი კურსები, ბიბლიოთეკა სავსე წიგნებით. და ვახტანგი? იკითხა თამარმა. მისი პროექტი სკოლის გვერდით? აღარ აშენდება იქ, უპასუხა გიორგიმ. ჩვენ გავცვალეთ მიწის ნაკვეთები. ის ააშენებს სავაჭრო ცენტრს სხვა ადგილას, სადაც არ შეუქმნის პრობლემას სკოლას. თამარი გაჩერდა, მისი სახე გამოხატავდა ემოციების ნარევს, გაოცებას, მადლიერებას, მაგრამ კვლავ ეჭვს. რატომ? იკითხა მან. რატომ აკეთებ ამას ყველაფერს? გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა. იმიტომ, რომ როცა ვიყავი მიხეილი, პოსტალიონი, მე ვიყავი უფრო ბედნიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა, როგორც გიორგი მერაბიშვილი. იმიტომ, რომ შენ მაჩვენე, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი. და იმიტომ, რომ მიყვარხარ. თამარის თვალებში წრემლები გაჩნდა. შენ მომატყუე. ვიცი, დაეთანხმა გიორგი. და ეს იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი შეცდომა. მაგრამ ახლა ვცდილობ ვიყო ღირსეული ადამიანი. ვცდილობ ვიყო ისეთი ადამიანი, როგორიც შენ დაინახე ჩემში. მე არ ვიცი, თქვა თამარმა, თავი გააქნია. როგორ მენდობი, როცა ასეთი დიდი ტყუილი გითქვამს? არ გთხოვ, მაშინვე მენდო, უთხრა გიორგიმ. მე მხოლოდ გთხოვ, მომცე შანსი და გიმტკიცო, რომ შეიძლება მენდო. ნება მომეცი, აგიხსნა, ვინ ვარ სინამდვილეში, არა მიხეილი, არა გიორგი მერაბიშვილი, მილიონერი, არამედ უბრალოდ მე, ადამიანი, რომელსაც უყვარხარ. თამარი დიდხანს უყურებდა გიორგის. ჩემთვის ძნელია, თქვა მან ბოლოს. ჩემთვის ძნელია ყველაფრის დავიწყება. არ გთხოვ, დაივიწყო, უთხრა გიორგიმ. მე მხოლოდ გთხოვ, მიეცი ჩვენს ურთიერთობას ახალი დასაწყისი. ჩვენ დავიწყებთ თავიდან. ნელა. და ამჯერად ყველაფერი იქნება ნამდვილი. თამარი დაფიქრდა. შესაძლოა. თქვა მან ბოლოს, შესაძლოა, ჩვენ შევძლოთ დავიწყოთ თავიდან. მაგრამ ეს იქნება ნელი პროცესი. გიორგის სახეზე იმედი გამოისახა. მე გელოდები. რამდენიც დრო დაგჭირდება, მათი მზერა შეხვდა და გიორგიმ დაინახა თამარის თვალებში რაღაც, რაც იმედს აძლევდა, პატარა ნაპერწკალი, რომელიც აჩვენებდა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული. 3 თვის შემდეგ გიორგი და თამარი ისხდნენ იმავე ბაღში, სადაც პირველად შეხვდნენ. ეს უკვე იყო მათი მერამდენე შეხვედრა, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს თავიდან დაწყება. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, თამარი კვლავ ენდობოდა გიორგის. მათი ურთიერთობა უფრო ღრმა ხდებოდა, ახლა უკვე დაფუძნებული სიმართლეზე. თამარი კვლავ მუშაობდა სკოლაში, მაგრამ ახლა ის იყო ჩართული გიორგის ფონდის პროექტშიც, ეხმარებოდა სხვა მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რომლებსაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა. ლევანი დადგა სწორ გზაზე, დაიწყო სწავლა უნივერსიტეტში და ცდილობდა გამოესწორებინა წარსული შეცდომები.
ელენე, თამარის დედა, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული იყო გიორგითი და ახლა უკვე იმედოვნებდა, რომ მისი ქალიშვილი გახდებოდა წარმატებული ბიზნესმენის ცოლი. რაც შეეხება დავითს, მას მოუჭია შეეგუებინა, რომ თამარის გული ვეღარ მოიგებდა. ის კვლავ რჩებოდა მეგობრად, თუმცა უკვე არ ცდილობდა თამარზე გავლენის მოხდენას. მომავალ კვირას ანა მიდის ლონდონში სასწავლო პროგრამაზე უთხრა თამარმა გიორგის, როცა ისინი ბაღში სეირნობდნენ. ის ისეთი აღფრთოვანებულია. მადლობა, რომ ეს შესაძლებელი გახადე. შენ გახადე ეს შესაძლებელი, უპასუხა გიორგიმ. შენ აღმოაჩინე მისი ნიჭი. მე მხოლოდ დავეხმარი ამ ნიჭის განვითარებაში, თამარს გაეღიმა. ჩვენ კარგი გუნდი ვართ, არა? საუკეთესო, დაეთანხმა გიორგი და ხელი მოჰკიდა თამარს. მათ გააგრძელეს სეირნობა, საუბრობდნენ მომავალზე, გეგმებზე, ოცნებებზე. გიორგი აღარ ცხოვრობდა ორმაგ ცხოვრებას. ის აღარ იყო დაყოფილი ორ პიროვნებად. ის იყო უბრალოდ ადამიანი, რომელსაც უყვარდა და რომელიც იყო საყვარელი. და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. როცა ისინი მიუახლოვდნენ ბაღის გასასვლელს, გიორგი შეჩერდა და ჯიბიდან პატარა ხუთი ამოიღო. თამარ, თქვა მან, ოდნავ ნერვიულად. მე ვიცი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მუშაობთ ნდობის აღდგენაზე. მაგრამ მე მინდა იცოდე, რომ ჩემთვის შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ამ სამყაროში. და მინდა გკითხო. თამარის თვალები გაფართოვდა, როცა გიორგიმ ხუთი გახსნა და გამოაჩინა ლამაზი ბეჭედი, ცოლად გამომყვები, იკითხა მან. თამარის თვალებში ცრემლები გაჩნდა, მაგრამ ამჯერად ეს იყო ბედნიერების ცრემლები. დიახ, უპასუხა მან. დიახ, გამოყვები. გიორგიმ ფრთხილად გაუკეთა ბეჭედი თითზე და მათი ტუჩები შეხვდა ნასკოცნაში. ამ მომენტში ისინი იყვნენ უბრალოდ ორი ადამიანი, რომლებსაც უყვარდათ ერთმანეთი, არა მილიონერი და მასწავლებელი, არა პოსტალიონი და მეზობელი, არამედ უბრალოდ გიორგი და თამარი. და ეს იყო ყველაზე ნამდვილი რამ მთელ სამყაროში.